წელს, როდესაც გაეროს ქარტიის მე-80 წლისავს აღნიშნავთ, მსოფლიო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. გლობალური ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2021-24 წლებში საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8% დააფიქსირა. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება სიღარიბის შემცირება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით დღეს ქვეყანაში დაახლოებით 1.400.000 ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით ისტორიულ მინიმუმამდე 9.4%-ამდეა შემცირებული. მიუხედავად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის რიგის ცენტრალურ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებითაც საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. ჩვენ ვაწერთ ხელს ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო გაურკვევლობის, დაყოფის, კონფლიქტების, მზარდი უთანასწორობისა და კლიმატის კრიზისის გამოწვევების წინაშე დგას. იმ ქვეყნების ცვალებადი საჭიროებები და მზარდი შესაძლებლობები მოითხოვს გაეროს მიდგომების შეცვლას ეროვნული განვითარების მხარდაჭერის მიზნით. თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, წარმოადგენს პირობას, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობასთან და ყველა პარტნიორთან, განვახორციელოთ გადამწყვეტი რეფორმები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ, პროგრესის დასაჩქარებლად და მხოლოდ 5 წელია დარჩენილი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ის ასევე წარმოადგენს ვალდებულებას დაავიწყოთ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლების დაცვის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით. მისი მიზანია მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა, საქართველოში მყოფ ადამიანებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად, განსაკუთრებით კი ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის.